ქართული ოცნების დელეგაცია ჩინეთში წასული. მართალია ოფიციალური ინფორმაციით ისინი არიან ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით თუ რაც ქვია მაგას. მაგრამ ჩვენ ნახეთ იქ რომ აი მაგალითად ეს ფოტო მინდა რომ დააკვირდეთ დამხანაგებო კიდევ გამოჩნდება ეს ფოტო გასაგებია რომ სახელმწიფო ხო შეგნებულად თქვი გამოჩნდება რომ აი ის თქმა მინდა იცით რომ ნახე მათ მიერვე გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია და ჩამოთვლილია რომ ვიყავით აქ ამ ინსტიტუტში იქ რაღაცა კორპორაცია რაღაცა და ხალხო აი გეუბნებით დანამდვილებით რომ ეს კაცი არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ეს დროშებიც იქ იმიტომ დგას სახელმწიფო დროშებს მიღმა რომ ეს ვიზიტი მათ შორის უპირველესად არის ქართული ოცნების და ჩინეთის კომუნისტური პარტიის თანამშრომლობის გაგრძელება. მართლა გეუბნებით არ ხუმრობ ესე არის. ეს დროშებიც პარტიული დროშებიც აი ნამგალი და ურურო არის, იმიტომ არის იქ გამოტანილი. ხო და მამაკაცები მამაკაცები დღეს ვახოწერდა ხო ვახოს ხონდა ამ შემთხვევაში რომ ამათმა რა უნდა ასწავლონ ვოლსკისო კომუნისტური პარტია უნდა ასწავლონ. ვოლსკია ეს საერთაშორისო შეხვედრებს მართავს ვოლსკი. მისი სტატუსით მართავს საერთაშორისო ინსტრუქტორი პარტიული. აი ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან რამდენად თავსებადია ერთის მხრივ და აი რა სიტყვით როგორ შეაფასებთ? რა რთული ამოცანა დაუსახეს ეს. მადლობა. ქართული ოცნების მრავალ ვექტორი წარმომადგენელი რო იყო ვისაუბრებდი მრავალ ვექტორიან წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე რითაც ერთი მე ახალ ტერმინს დავამკვიდრებ მაშინ. კვანტური საგარეო პოლიტიკა და არც იქ რო არ არის დაარწმუნებული ხო აი რა კვანტურ დისპოზიციაში. კვანტურ დისპოზიციაში ორივე გან არის ერთდროულად. ხანდახან არც ერთ განა. ვისაუბრებდი მაგას, რომ აი აქ ნახეთ. რუსეთთანაც მაგრად ვართ, იმიტომ რომ მინისტრი არ მივიდა, ნატოსთანაც, იმიტომ რომ წვნები ტარდება, ჩინეთთანაც, იმიტომ რომ იქ ვიზიტით ვართ. ირანთანაც, ისრაელთანაც. ყველას. ისრაელთან ვეღარ ამბობენ, აი კაკას. ხო, მაგრამ ნუ ჩანდიან არცინჩა. ხო, საბოლოო ჯამში ხო რა არის? აქედან რო შეხედავ ამ საბოლოო ჯამში გადავხიკავ რა ჩანს ხო რაც არის თავარი მიმართულება ანუ თავარი მიმართულება არ არის არც დასავლეთი არ არის არც ნატო არ არის არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები უბრალოდ ისაც შეიძლება რომ გამოიყენო პროპაგანდისთვის მაგას იყენებენ მაგრამ შინაარსი ქმედებების ქცევის ვექტორის სულად სხვა არის ხო და ანუ შესაბამისად ყოველთვის იქნება ეგეთი რაღაც ეპიზოდები რომელზეც მე მათი პროპაგანდისტული მანქანა გაამახვილებს ყურადღებას და იტყვის ხო ხედავ ნატოს ოცნები ჩავატარეთ ყოველთვის იქნება პროპაგანდისტული მანქანა რომელიც იტყვის რომ ხო ხედავ და ელჩი შეხვდა ტრამპს და გადაცა რწმუნებების სიგელი ვითომ ეს იყო ასე ვთქვათ გარღვევა საგარეო პოლიტიკაში ხო რწმუნებების სიგელი გადაცა ჩვეულებრივი დიპლომატიური ავიც პრაქტიკა არის რა ჩვეულებრივი არაფერს განსხვავებული მაგრამ ის რაც იქ სადაც ნება ჩანს ანუ ნება სადაც ჩანს ეს არის ჩინეთში ვიზიტი პარტიული დამეგობრება ქართული ოცნების და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეს არის არ მისვლა წვნაზე ანუ უშუალოდ შეხედოთ ნება სად ჩანს თორე ახლა ელჩმა რო სიგელი გადაცა იქ ნება სიგელის გადაცემა ხო ის არის რომ ბევრი სახელმწიფოს ელჩებს გადასცემა ხოლმე ერთდროულად გადაეცემა ხოლმე რამდენიმე სახელმწიფოს ელჩებს ვინც ახალი არის და მაგის თქმით ანუ ჩვეულებრივი ამბავი ყველა ქვეყანა როდესაც იღებს ახალ ელჩებს იღებს მათგან წვრთნებათა სიგელს. ეს შეიძლება მოხდეს პრეზიდენტის დონეზე, მინისტრის დონეზე, გააჩნია იქ როგორ ცალიათ ხოლმე. როგორც ეს პრეზიდენტია, ვინც იბარებს ხოლმე ამ წვრთნებათა სიგელს, მაგრამ შეიძლება იყოს რომ არ არის პრეზიდენტი, ან არც არის ან რაღაც და ან სახელმწიფო მდივანი იყოს, ხო? ესეთი ჩვეულებრივი რუტინული ამბავი. მაგრამ ამით იმის თქმა უნდა, რომ აქ არ ჩანს ნება. ანუ ნება გამოჩნდებოდა რო არ მისულიყო და არ მიეცა, ხო? ანუ ეგ არ არის. ნება არც იქ არ ჩანს, რომ ეს წვრთნები ჩატარდა, ეს წვრთნები არის, ასე ვთქვათ, ტრადიციული ურთიერთობის საკითხი ნატოსა და საქართველოს შორის. დაამხრე კომენტირება უფრო სწორი იქნება. ანუ ლაპარაკი და თქმა იმისა, რომ ამათ საერთოდ არ აღიარებენ და არ ცნობენ, არასწორია ამ გაგებით. იმიტომ რომ ვისაც მართლაც სულ არ აღიარებენ
რა თქმა უნდა, მადუროსთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა განცხადება რუბიოსი, სადაც პირდაპირ ასე არქმევენ კიდეც, რომ ეს ხელისუფლება არ არსებობს და არ არის და რომ ისინი არ აღიარებენ საერთოდ და არც მეგონი უნდა განვასხვაოთ, განვასხვაოთ დონეები რა არ აღიარებენ. აი ეს რო გავმარტოთ. კი, იმიტომ რომ არაფერი და მოდი დავიწყოთ ისევე წუნებათა სიგელი, წუნებათა სიგელის გადაცემა ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ქვეყანას აღიარებს და მის ელჩს აღიარებს. ხო, ეს ყველაზე საბაზისო დონეა და მათ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ამის მერი არის, როდესაც რეჟიმთან აქვს სუდი ურთიერთობა. არ აღიარებს ნიშნავს იმას, რომ არც მაღალი დონის შეხვედრები, არც არანაირი ტიპის კომუნიკაცია, გარდა ესეთი დაძაბული კომუნიკაციისა, რაც საქართველოს და ამერიკას შორის არის, წერილობითი ფორმით იქნება თუ ელჩის განცხადებებით თუ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებებით და ეს სადამდე მივა, ეგ არ ვიცი, თორე ახლა მადუროზე ახლა გააკეთა განცხადება ხო რუბიომ, თორე წინა არჩევნებიდან ამ განცხადებამდე 1 წელი იყო და მასე ანალოგიურად მადუროსაც შეეძლო ეთქვა სავარაუდოდ თავის პროპაგანდისტული მანქანის საშუალებით, რომ აგერ ჩვენ გვაღიარებს, იმიტომ რომ რა ვიცი, არ ვთქვამთ, რომ არ გვაღიარებენ, ხო, ანუ ეს სადამდე მივა, ეგ არის საკითხი, რომ ჩვენ ახლა არა ვართ ნორმალურ ურთიერთობებში, ჩვენ ვართ ახლა ძალიან ცუდ რეჟიმი პირველ რიგში, მაგრამ აქედან გამომდინარე ქვეყანაც, ხო? ჩვენ ზოგადად გვაქვს ურთიერთობა გააჩერა, მეტი უნდა ეგ ამ დონეზე. ჩვენ გვაქვს ძალიან სპეციფიური, ასე ვთქვათ, სტატუს კო. როცა მთელი სოფლიოს ის ლიდერები, რომლებიც ხედავენ აქ რა პრობლემებია, ამბობენ, რომ ჩვენ ქართული ხალხის არჩევანს ვაფასებთ, პატივს ვცემთ, ვიცით, გვინდა, რომ ქართულ ხალხსაც უნდა ის გაკეთდეს და გვინდა ამაში ხარი დაუჭიროთ. ოღონდ მეორე მხრივ არის რეჟიმი, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ მიდის. ესეთი შემთხვევები არ არის ხოლმე ხშირი რა საგარეო ურთიერთობებში და დიპლომატიაში და პოლიტიკაში და ამიტომ ასე და არაორდინალურ გარემოში ის რომ დასავლელი პარტნიორები ძალიან ცალსახად ამბობენ რომ რეჟიმმა რა უნდა გააკეთოს რა არის რასაც უნდა დაკეთებს და რა რაც უნდა გამოასწოროს და როგორ შეიძლება რომ რეჟიმის ნაბიჯები დაემთხვეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ხო ამაზე როცა ასე ღიად საუბრობენ ეს ნიშნავს არაღიარებას რა ამის თქმა მინდა. ანუ არაღიარება ხლა ოფიციალურად რომ ვიღაც იტყვის დოკუმენტს გამოსცემს და იტყვის რომ აი როგორც მადუროზია ხო? ეგ კიდე სხვა დონის ესკალაცია არის. როცა მაშინ ეგ ნიშნავს რომ პრაქტიკულად ურთიერთობები აღარ გაქვს არანაირი ფორმის იმ ქვეყანასთან და ვერც ხალხთან შესაბამისად ხო? და ამიტომ ეგ არ ვიცი მოხდება არ მოხდება მე არ გამოვიცხავ რომ ეგრეც მოხდეს. თუ ასე გააგზელა ამ რეჟიმმა ნაბიჯების გადადგმა რასაც ახლა აკეთებს, მაგრამ ფაქტია რომ სადაც დღეს ვართ ჩვენ ქვეყანა და ეს მართული რეჟიმი და ამაზე ნებართვის გაცემა რისი ნაწილი არის ეს. ეს ხო არ არის გარკვეული ირები სიგნალი იგივე ტრამპისთვის რომ კი მე არ გამოვიცხავ რომ ეგ იყო სიგნალი მაცხოვრის დასავლეთის ანუ სტრატეგიული ბუნდოვანების კვლავ შექმნის მცდელობა. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ეს აქ მთავარი ამბავი რა არის საქართველოს რაც ამ რეჟიმის ნაბიჯების შედეგად გააფუჭა ხო ნატოს თემა საერთოდ ეს ეგიდან არის მოხსნილი ნატოში გაწევრიანების თემა არის ეს ეგიდან მოხსნილი ხო საერთოდ ეს პრაქტიკულად ფორმალურად შეგვიძლია ვთქვათ უკვე აღარც მაღალი დონის კომუნიკაციებში ვართ აღარც სამიტებზე იწვევენ აღარც შეხვედრებზე ანუ პრაქტიკულად ვართ გამქრალები ხო ეს არის ამათი მიღწევა ხო ამ პირობებში როცა ეგ მიღწევა უკვე გაქვს გარანტირებული რაღაცა წფნას ჩაატარებ თუ არა დიდ არაფერი არ იცნება